აქ არის დასაფლავებული ბებიაჩემის ბაბუა, რომელსაც ერქვა ილიკო და ბებიაჩემი, როდესაც გვიყვებოდა მასზე, თითქოს ისეთი ისტორიები იყო, რომ ზღაპრად გვეჩვენებოდა ბავშვებს. და ერთადერთი რაც მაწუხებდა მაშინ, როცა წამოვიზარდე, ეს იყო ილიკოს საფლავზე არ იყო ფოტო და დღეს ხვდები, რომ ქრისტიანის საფლავზე არ უნდა იყოს ფოტო და მინდოდა რომ გამეკეთებია, მაგრამ აუცილებელი არ არის ქრისტიან ადამიანს ჰქონდეს ფოტო. აქ რასაც უყურებთ ქვებს, სულ ილიკოს გამოთლილი ქვებია. და იმხელა სიყვარული დაბადეს ბებიაჩემის ბიძაშვილმა, რომ მონათხრობით ჯერ ჩემმა ნათესავმა ბებიაჩემის ბიძაშვილის შვილმა დაარქვა შვილიშვილს ილიკო, მერე მე დავარქვი ილიკო. და თითქოს მისი სიძლიერე, მისი ცხოვრების მიმართ სიყვარული და შიშხათიანობა და სიცოცხლე ამ ბავშვებზეა გამოსული. ილიკო, აქ არის ადამიანი დასაფლავებული, რომლის სახელი ქვია შენ. გაიგე? ამ კაცის, ხო, ილიკო ერქვა. ეს არის ილიკოს გაკეთებული ჭა. ვა, ვედრა ყოფილა. და როგორც ბებიაჩემი მოგნებოდა და მიყვებოდა, არ მიხვიდი ახლოში, გაძე ხელი. კაი, ახლოში არ მიხვიდი. სულ ქვაში ნაკვეთია. და ერთხელ მოყვა ინდაური ხავარდნიათ ჭაში. ინდაური. ეს ნახე რამდენი ხნის არის. და ილიკო ჩასულა და ამოუყვანდა. პატარა კაცი იყო, მაგრამ ბიჭო, ეს არის ილიკოს გაჭრილი ჭა. გესმის? შევის სახელიც ქვია. ჭაში ნახათქუნები ვედრასავეთ გაგხდია. აი ეს არის ჭაში ნახათქუნები ვედრა. მოდი. მიდი აბა. ამ წოროდან დალი. მოდი. ცოცხალი, დაია. აქ ვიჯექით ხოლმე მე და ავთანდილი სურათიც მოგადაღებული და ავთანდილი უკვე მოხუცობაში და მასთან საუბარი, როგორც ახლა მიყვარს უხუცესთან საუბარი, მაშინაც მეყვარდა და გამოდიოდი ყველოვანიდან და ესე ვიჯექით და ჩვენებურად ცოტა რა ღვინოს წუყავდით, თან სადღიძებელს შეეშინდება. მაგრამ ინფორმაცია ეს არის ჩემი გამხნიანებელი. ზაღლი, საერთოდ ზაღლი ყოდა ისინი რა წავიდნენ მაინც ჩვენთან იყვნენ. ზაღლი მამისდება ხოლმე იმ დღეს ჩემს ვაცინებ, ხშირად ვკითხულობს ხოლმე ჩემი ფურის მხრიდან იმის მეტი არავინ აღარ არის. ისეთი მომენტს ისიც კი არის 61 წელს. მე ვთქვი, კინოში რა ჩვენება ხოლმე მეთქი იმ დღეს. უყურებდი მეთქი აჩვენეს აზბეკის მთებში პატარა ის რა ქვია, პატარა ხელი მული მაშინ თქვენთან ერთად გეიზრდებოდა ფუტკი. აბა მეორე კლასში იყო რომ მოვიდა და ჩემ შვილებთან ერთად გაიზრდა. ხო. ერთი სიტყვით. აი პატარა ხოხი ყვედე რომ ბეღელია, ცოტა მეტი ამაზე ხის იდგაზე და
90 წუთს 93-ის კარგად ავანესის კალიზის წამოკუნწული ასე იგი ეზოც კი არ ქონა პატარა რაღაცა მოჭლართული ზიყვე და ჟურნალისტი არის ჩასული თბილისიდან ეგეთ ცაღლი ამს გვერდით მოწონილი იქანას არა ხარ მადლობა ხო არ მინდა ბებო გაიზარდე ხო აი ეს ბებერი ვარ მე უთხარი მე ახლა მე იკრაის ბებერ სურათი გქონდა რუა ლაპარაკეს მე აღარავინ სოფელში ავარი აქ კი მაინც ახლა ჯერჯერობით ყავს აი ჩემი ხნის ხალხი ყველანი აქ არიან